თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 დღე რჩება. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კვლავ მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე საუბრობს. მოწოდებების მიხედვით, მოძრაობა ჯგუფებად დედაქალაქის მასშტაბით უნდა დაიწყოს და გამოიყენონ შურდული და ვაზელინი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მუშაობის შესაფერხებლად. ოპოზიციის მეორე ნაწილი ქართული ოცნების დამარცხებას არჩევნების გზით აპირებს და რადიკალურ გეგმებს ემიჯნება. დაგეგმილ პროტესტს სკეპტიკურად უყურებს გირჩი. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და ამბობენ, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას ექნება რეაგირება. ჩვენთვის 4 ოქტომბერი არის არჩევნების დღე. ჩვენ ვიქნებით საარჩევნო უბნებზე. საერთოდ ვერ ვიზიარებთ პათოს, რა არის მშვიდობიანი რევოლუცია, ან მშვიდობიანი დამხობა და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ რადიკალიზება, სიტუაციის დაძაბვა ყველაზე მეტად დღეს აწყობს ქართულ ოცნებას. ნებისმიერ რადიკალიზაციას ქართული ოცნება გამოიყენებს კიდევ ერთხელ სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და გამოიყენებს მისი გავლენების და ავტორიტარიზმის განსამტკიცებლად. ნაციონალური მოძრაობა უერთდება ბატონი პაატა ბურჭულაძისა და მოძრაობა რუსთაველის გამზირის მიერ დაანონსებულ და ორგანიზებულ აქციას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს არ გამოუვიდეს მისთვის რაღაცა სიტუაციის შელამაზება და ეგრეთ წოდებული არჩევნების, ანუ რეალურად სპეცოპერაციის ჩატარება. ეს იქნება, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქცია, მაგრამ როდესაც ქართველი ხალხი ერთმუშტად არის შეკრული, ორგანიზებული და ძალიან ბევრი, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამან შეგვიძლია და შეიძლება მოიტანოს ის სასურველი შედეგი, რასაც ქვია საქართველოს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდისგან გათავისუფლება. 4 ოქტომბერს საღამოს დავიწყებ დათვლას, რამდენი ახალი საკრებულოს წევრი ყავს რომელ რეგიონში და იმის შემდეგ რაც საბოლოო შედეგები გეცოდინება, მივუდგები იმის დაგეგმვას, თუ როგორ დავაორგანიზოთ ჩვენი საკრებულოს წევრების ეფექტიანი მუშაობა. ხოლო რაც ეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, რომელიც ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობას ამზადებენ, მე მგონი ეს რაღაც სასაცილო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ტრაგიკული, და რომ რაღაც თვითლიკვიდაციის რეჟიმში არიან და არ ამგონია, რომ ამისგან რამე გამოვიდეს. დაარღვევენ კანონს და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. არანაირი რიტორიკა, არანაირი უცხოეთი და მხარდაჭერი განცხადებები, არანაირი აქ Facebook-ში ტირილი და ყვირილი არ უშველით. ეს არის კატასტროფა, რასაც დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ეს არის კატასტროფა და პასუხისგებლობა ამაზე დაეკისრება ყველას, მორალურიც, პოლიტიკურიც და სისხლის სამართლებრივიც. ეს არის 2x2 4. მანიფესტაციის ჩატარება თუ უნდათ, ატარონ რამდენიც უნდათ. ეს არის ფენომენი სწორედ იმისა, რასაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამაზე 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო ნაკლებ მოვლენებს უწოდა შიდა ტერორიზმი. ეს არის შიდა ტერორიზმის გამოვლენა, რომელიც მიმართული არის დემოკრატიის წინააღმდეგ, მოქალაქეების წინააღმდეგ და სახელმწიფოს წინააღმდეგ. პასუხი შესაბამისად იქნება. კარგია, რომ კოლექტიურ დასმოძრაობაში ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდა, რომელსაც საკითხული აქვს სისხლის სამართლის კოდექსი და ბატონ ლევან ბეჯაშვილზე შეგვიძლია თავმად თქვათ, რომ დიახ, მან იცის, რა წერია სისხლის სამართლის კოდექსში და იცის, რომ თავდასხმა საარჩევნო უბნებზე ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. და კარგია, რომ ამ ყველაფერს გაემეჯნა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ ყველა დანაშაულზე აიღონ ხელი, დანაშაულის ჩადენაზე აიღონ ხელი და თუ თავისი რამე გამოსაპროტესტებელი აქვს, რამდენადაც არასწორი არ უნდა იყოს, რამდენადაც მართული, დაფინანსებული და დაორგანიზებული არ უნდა იყოს კონკრეტული აქცია თუ შეკრება, ყველას აქვს ამ შეკრების უფლება, მაგრამ კანონის ფარგლებში. დანარჩენი თუ ვინმე ისევ და ისევ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ეს დაანონსებული დანაშაულის ჩადენები სისრულეში მოიყვანოს, კარგად იცოდნენ, რომ კანონი იქნება მათ მიმართ გატარებული სრული სიმკაცრით, ისევე როგორც ეს ეკადრება დემოკრატიულ და დასავლურ ქვეყანას დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით.